ადამიანის უბედურების მთავარი მიზეზი დღესდღეობით არის სოციალური ქსელები. და არ თქვათ რა ესე არის. იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი ვსკროლავთ და ყოველდღიურად ხედავთ სხვების კონტენტს თუ რა კარგად ცხოვრობს ხალხი. ვიღაცას ძალიან კარგი კარიერა აქვს, ვიღაცა იდეალური დედა, ვიღაცას იდეალური მეუღლე ყავს, ესე შემდეგ და არ არსებობს რომ ადამიანს არ გაუჩნდეს პატარა ამბიცია მაინც რომ მეც მინდა მსგავსად მქონდეს. ან არ გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა, მაგალითად მე რატომ არ ვარ ესეთი კარგი დედა. ან მე რატომ არ მყავს ესეთი კარგი მეუღლე და ესე შემდეგ. როდესაც ხედავთ სოციალურ ქსელებში, როგორ გვიზიარებენ ადამიანები საკუთარ ბედნიერ წუთებს, გონია რომ მათ იდეალური ცხოვრება აქვთ და შესაბამისად შემდეგ როცა ვუყურებთ ჩვენს რეალობას, რეალურ ცხოვრებაში რამდენი პრობლემა გვაქვს, რა თქმა უნდა, გვეითდება გონებგანწყობა. ადამიანი თანდათანობით ვეღარ ამჩნევს იმ პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელსაც დგამს ყოველდღიურად. ადამიანი ვეღარ ამჩნევს იმ პატარა მხიარულ მომენტებს, რომელსაც ბედნიერება მოაქვს მისთვის და შესაბამისად ხდება უბედური. ყველას გვავიწყდება ის მომენტი, რომ ძირითადად სოციალურ ქსელებში არავინ არ გვიზიარებს იმას თუ როგორ ეჭვდება ქმარს. არავინ არ დაწესებენ, ნახეთ ქმარს ვეჭვბები და აბა დამილაიქეთ ვიდეო, ხო? აი ნახეთ როგორ ჯუქნის ქმარი რაღაცას და ეს ვიდეო დამილაიქეთო, იმას იტყვიან, ხო ესეა. შესაბამისად ჩნდება ილუზია. ამას მოყვება რა თქმა უნდა ეს ან დანაშაულის გრძნობა, ან დიდი ამბიცია, რომ მეც მინდა ესეთი ვიყო. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა რეალობა ვერ შეესაბამება და ადამიანი ხდება უბედური.